დავიწყოთ უკვე ჩაწერა. გავუშვათ აქედან. მოკლედ, მოდი ჩვენ თავზე ვიყავი ნიკა. ვიცნობ დედიკოს მამაკაცს ძალიან კარგად, ისიც თქვა რომ რეალურად მათ თანხმობით ვაკეთებთ ამას და აგერ დედიკო აქეთ გვიზის კიდე უკან და იმედი ახლა საშებიშლის და არჩენა შეუშვით ხელს. ხო და ნიკა. მოდი ჩვენზე მითხარი რა ვინ ხარ რა ხარ რა გიყვარს ჯერ. მე ვარ ნიკუშა და დავდივარ სკოლაში და ვარ მეხუთე კლასში და მიყვარს ფეხბურთი და დავდივარ ფეხბურთზე სადღაც 5 წელი უკვე. 5 წელი გავიდა რა ფეხბურთზე დადიხარ? ხო. აი 3 წელი დავდიოდი ლოკომოტივში და ეს ბოლო 2 წელი ლეგენდები ქვია. ვაუ. სად არის? სად დადიხარ? ლეგენდები არის ჩემს სკოლაშია რა ესეთი რა და სკოლის მერე ადვილად მიდიხარ რა 1 საათში იწყება ეს სკოლის მერე რა და პატრა სტადიონია რა და ისე უბრალოდ ვარჯიშობ რა ანუ გათამაშებენ რაღაც გავარჯიშებენ თუ როგორ არის? გათამაშებენ ანუ ეხა დაიწყო რა თამაშები რა ეს ყოველ კვირას წესით უნდა გქონდეს ვიღაცა გუნდთან თამაში რა ფორმებიც გვაქვს ჩვენი ხო და ჩემი ძველი სტადიონის გასხოვებით ძალიან პატარა ანუ ეს უფრო სავარჯიშო სტადიონია რა უფრო იმას გავს რა უბრალოდ რო ივარჯიშო რა მესმის ანუ აი ამ ხელა არის მითხარ და აი როგორც სკოლებში რო სტადიონია ეგეთი ხო სკოლის სტადიონზე შიდა სტადიონი არა ცოტა დიდი მაგრამ აი სადღაც ერთი ну нам достаточно ბევრად ჩამოვა. ხო, ну, აი, ხო, ძალიან ალბათ ის მეოთხედია, მეხუთედია რა, ერთი მეხუთედია რაღაცა. იცი რა მაინტერესებს და როდიდან დაიწყე შენ ეს ფეხბურთის ამბები, როდის შეგიყვარდა მითხარით და საიდან წამოვიდა? აი, ჩემი კლასელი დადიოდა რა, საუკეთესო მეგობარია და იმ მაქედან შემიყვარდა ეგ ფეხბურთი, რო შევედი, მეც დამაინტერესა და რო შევედი, ეგრევე შემიყვარდა რა და ეხლა დავდი. კარგად გამომდის? კი. რა სათამაშო ხომ რა ანუ რამე პოზიცია გიყვარს უფრო? ხო, შეტევაში ვთამაშობ უფრო. რა თქმა უნდა, ვერძი. მეკარე ვიყავი. პოზიცია გეკრება. მეკარე არ დაგევასებოდა შენ. ხო, პირველი აი 2 წელი ვიყავი მეკარე. მე როგორ უძლებდი ისეთ ყოფნას, როცა ყველა დარბის შენ. ხო, ну, მეკარე უფრო ისე. მაგრამ ხო, მაგრამ ვარჯიშის დროს ძალიან ბევრ ამას აკეთებ კაც, მარტო მეკარეობა ხო არა. ხო. და მეკარე ძალიან მაგარია, კაი, მე ძალიან ვიყვარდა მეკარეობა. ხო. ხო და მე გადახვედი უფრო თავდასხმაზე რა ხო თავდასხმაზე ჯერ შუაში ვიყავი მე თავდასხმაში გადავედი უფრო ხო და ეხა თავდასხმა ხო ეხა თავდასხმა და იმ დროს რომ მითხარი მეცა ვისი ფანი ხარ ვისი გულშემატკივარი მადრიდის რეალ მადრიდის აი რატო რეალ მადრიდი ნუ კაი გუნდია კაი გუნდი რატო არის ეხა აი ვიღაცა ბავშვს მოვიყვან მე და მე ვეთქვი რომ ის არის რა ქვია ის ვიღაცა მეტყვის რეალია მაგარი ვიღაცა მეტყვის ბარსაა ის არის შენთვის რატო არის მადრიდი კაი იმიტომ რომ რონალდო თამაშობდა რა ვიცი. ხო. ძალიან მაგარი მოთამაშეები ყავთ. კაი ტრანსფერებს აკეთებენ ჭვიანურს, კაი მენეჯერები ყავთ და ჩემპიონს ლიგების 15 აქვს. ხო. სად უყურებ ხოლმე ფეხბურთს? ნუ აი კომპიუტერზე. კომპიუტერზე. ხო. აი ნაკრების თამაშებს მეგობრებთან უყურებ უფრო. ოკეი. იცი რა მითხარი? აი კიდე რებს აკეთებ ხოლმე კომპიუტერზე, როცა თავისუფალი დრო გაქვს, შენ რითი ერთობი ხოლმე და სანამ თან ბარები ისიც თქვა, რომ თან ჭადრაკის თამაში დაწყება გვინდა და იმედია სწორად დავალაგეთ, მოიწერეთ სამით, ხო? დედოფალი ხო სწორად არის თეთრი, აქეთკენ რაკეთკენ. ხო და თან ჭადრაკი ვითამაშო და თან აი ეს მომიყავი შენზე და თან მითხარი კიდე რებს აკეთებ ხოლმე. ჭადრაკის ხოთაშორის 1-1 უკვე იყო ახალწელს ნიკას ვეთამაშე და ნიკა ჩემი ნათლულია და ჩემი უსაყვარლეს მეგობრების შვილი და ასე რომ ძალიან მიყვარს ძალიან დიდი ხანია და მიხარია რომ მოვიდა დღეს. მიდი. მე ხარ იცი რა მითხარი? აი შენ უფრო როგორ გიყვარს ნიკუშა, ნიკა თუ როგორ დაგიყვარს? ნიკუშა. მე ნიკუშა სკოლაში მეძახიან უფრო. შენ როგორ მოგწონს რა მოგწონს? მე რა ვიცი, მე არ მაინტერესებს დიდად. აი უფრო რაზე იტყვი რომ მე. აი არ მინდა რომ დამიძახონ აი ნიკო მაგალითად. ხო, სულ სხვა რამეა ნიკო, აი, ოკეი. აი არც ნიკოლოზი ვთქვათ, აი ვთქვათ ნიკოლოზი კი მერქვა, მაგრამ არ მინდა ნიკოლოზი რომ დამიძახონ. ხო, ეგრე მე ზურაბი მქვია და ეხა ზურაბი რომ დამიძახონ, ეგრე არ მინდა. ხო, ძალიან გძელია რა და ცოტა თან მიზარება დაწერე რაღაც ტესტებზე ნიკოლოზი ძალიან გძელია. თან მოგიხარ. შენ როგორ გირჩევნია ისე ხო? მე ნიკუშა და ნიკა. მეც რაღაც ნიკუშას და ნიკას გიწევ ხოლმე ამოსულია. დავაი წავიდა, კაი, თან დავიწყე და თან მითხარი კიდე რებს აკეთებ კომპიუტერში ხო?
თან ცოტა აგაცდე, აგაბნევ, იმიტომ რომ თანამებზე გალაპარაკებ. იქნებ მოვიდე, მეც კარგად არ თამაშობ ისე რა, მაგრამ ნიკა მე მგონი კარგად თამაშობს. მიდი. არა, მე ორი არა, შენი სვლა. ой ხო. კომპიუტერზე რას ვაკეთებ, მაგაზე ვლაპარაკობდით საერთოდ კი. კომპიუტერზე რას ვაკეთებ? კომპიუტერზე ვთამაშობ Fortnite და კიდე ჭადრაკსაც ვთამაშობ ონლაინ მაგ. მაგარია, ონლაინ. ჩემ მეგობართან თამაშობ. ჩემ 9 საათურისა და ძალიან მაგარია რა, მოუგია 2 მედალი, ოქროს მედალი, 2 ჩემპიონატი მოუგია და მასწავლის რა. ძალიან მაგარია, იცი ყოველთვის ეგრეთ სწავლობ, მე მგონი ვიღაცისგან ვინ ძალიან კარგად იცის რა. ხო, გასწავლის რა რაღაცნაირად. ხო. სკოლაში რას გასწავლია? სკოლაში რაც შენთვის საინტერესოა, იქიდან რასაც გასწავლია, შენთვის საინტერესო რეებია. აი სპორტი. სპორტი, რას გასწავლია რა სპორტში? ცალკე შენ დადიხარ ფეხბურთზე, რას გასწავლია სპორტში? რა თამაშობ მე და ჩემი მეგობრები. სხვათა შორის უმეტესობა ჩემი მეგობრები, ანუ ბიჭები ამ გუნდში დავდივართ რა. მანდ სადაც შენ დადიხარ? ხო. ხო და სკოლაში კიდე რები გაინტერესებს? სკოლაში კიდე დრამი არის საინტერესო, როგორ არ არის ბევრი რაღაცა საინტერესო. ბევრი საინტერესო არის რაღაც, მაგალითად დასვენებებზე რო ერთოვი. კი, მართლა. ისტიც, მაგრამ ისტი ზოგადად მოწყობილი ხარ ხოლმე სკოლაში? ნუ ისე რა. ანუ მეგობრების გამო არა და ისე რო ვიყო, აი მეგობრები რო არ მყავდეს, კი მოწყობილი იქნებოდი. ზუსტად. ასე რომ თან სულებს აკეთებს ისე რომ თან მელაპარაკება და მე კიდევ მართლა ვფიქრობ, ანუ ყოჩახ შენი შენმა ძალიან ჭკვიანმა მეგობრებმა ეთქვა კარგად იმას გიქნეს ჭადრაკში მართლა. კლასში საუკეთესო ვარ, მაგრამ მართლა? კაი მომიგებ მე მგონი შენ ამას, იმიტომ რომ მე თან იმაზე ვფიქრობ რა კითხვა დაუსვა, რაზე ველაპარაკო და ეს არის რა ქვია. ხო და მოწყენილები არიან დანარჩენებს ეგრე გძნობენ ბავშვები როგორ ფიქრობ თავს? აი რა ვიცი, აი ვისაც მეგობრები არ ყავს, ალბათ კი. ხო, არიან ეგეთები? არა, ისე არა, სიმართლე ვთქვა, არა, ეგეთი ხალხი არა. ხო, კაია რომ არ არიან, ხო ვიღაცას ყველა სხვადასხვანაირი, მაგრამ თავის მეგობრები ეყოლება ყოველდღიურად. და მისმინე, აი რაც ძალიან ბევრგან არის ხოლმე და რაღაცა რომ ბულინგი და რაღაც ეგეთები ყოფილა. ნუ არ ვიცი. ვაფშე რა არის ბულინგი, რაზე გვიჭამენ თუ ის მაგით რა ხდება მითხარ? ბულინგი, რავი, ანუ რო სტრესავ ადამიანს დასცინი. ხო, ან მით უმეტეს უტყავ ფიზიკურად, რა რაღაც უკეთ სიგიჟემდე გადადიხარ და შენი აზრით რატო აკეთებენ ადამიანები მაგეებს მითხარი? არ ვიცი, თვითონ ალბათ იმიტომ რომ თვითონ სახში რაღაცა ნაწყენილები იყვნენ რა და ესე მაგის გამო ეხა სკოლაში აფქვევენ ამ სიბრაზეს და სხვებს დასცინიან. კი, მართლა ეგრეა ხოლმე ძალიან ხშირად რა. და არიციან მე როგორ იმას. მაგრამ შენ გქონია ეგ შემთხვევები? აი, გაბრაზებული სახლიდან არა, შენ რო გასულ ხარ ეგეც თუ გქონია და თან შენ ანუ აი ვიღაცა გაბრაზებულს თუ შეხედრი ხარ ეგ? აი, გაბრაზებულს სახლიდან? არა. შეიძლება ყოფილი მე მაგათად გქონია ხოლმე ხანდახან. მე უფრო მინახავს აი მოწყენილები. ხო. კი, რაღაცები ხდება და მე იმაშვებიან რა. სკოლაშიც მოწყენილები არიან. კი, ეგ არის ხოლმე. ჩემი სვლა ხო? ხო. მოვიფიქრე ხო, თორე წავაგებ ამ სვლაში. კიდე რა ხდება სკოლაში? რა ვიცი, დიდი არაფერი. დიდი არაფერი. შენ იცი რა მაინტერესებს? აი ხო და რაღაცა რაც შენ გაინტერესებს, იმას ესე იგი კომპიუტერიდან და რაღაც ეგეთებიდან შენ თვითონ იღებ, ხო? ხო, YouTube-ს უყურებ. YouTube-ს უყურებ ხოლმე? ხო, და ვიგებ. ინგლისურიც მახედავ მისწავლე. შენ რა გიჟი ხარ? შენ ხარ ინგლისური, ისე ქართული და რუსული ძალიან კარგად იცი იასნე. რუსულიც ეგრე ვისწავლე კარგად. ხო. ნუ ახლა რუსული ბებოც ახლა ეგრე. ხო, ბებოც, ხო, მაგრამ კიდე ვიდეოებიდანაც. ხო. შენ ჯერია? არა, გავაკეთე. მოიცა. ხო და კიდე რეები ისწავლე ეგრე ძალიან მაინტერესებს, რაც მე არ ვიცი. რეებს უყურებ ხოლმე ხა ფეხბურთების და რაღაცების გარდა. რა ვიცი, რაღაც
კომპიუტერული თამაში, ვიღაცები რო თამაშობ. ხო, თამაშები ასნა ძალიან კარგი. თამაშების ჩანაწერებს უყურებ, ხო? იცი რა მაინტერესებს? აი, როცა ვიღაცა თამაშობს, მაგას რო უყურებ. აი, ეგ რა პონჩი გაინტერესებს, რომ შენი სწავლო რამე თუ უბრალოდ უყურებ როგორც რაღაც შოუა თუ რა არის? ორივენაირად. აი, რასაც შენ თამაშობ და რო უყურებ, სხვა რო თამაშობს, რაღაცებს მაგისგან სწავლობ. აი, რაღაც თამაშებიდან რა, ვინც ვიღაც სხვას რო უყურებ, სწავლობ რაღაცებს. ეგრეა. და მე ეჯიბრები ვიღაც სხვას. ხო. რატო ეჯიბრებიან ადამიანები ერთმანეთს? შენი აზრით, რატო ეჯიბრებით? აი შეხო გინდა რა ამასობაში ხო, ოკეი. ხო და აუ ეს რასის სულელე გავაკეთე, მაგრამ არ აღვიშოს, აჰა. ხო და რატო ეჯიბრები? აი რა შენ რო ეჯიბრები ვიღაცას რა შეეჯიბრები მითხარ? აი ფეხბურთში მაგალითად. ხო. ეს შეჯიბრებები რისთვის არის საჭირო საერთოდ? რავი, რო გაგიხარდეს ცოტა. ცოტა რო გაგიხარდეს. გასართობათაც კაი. ხო, რა მოწყენილი არ იყო და რაღაცა. თუ წააგებ? მაგითი რაღაცა სწავლობ პირიქით რო. რა სწავლობ? აი წააგე ვიღაცასთან, ერთხელ წააგე, ორჯერ წააგე, სამჯერ წააგე, რა სწავლობ? შეგეშალოს რამე მიდიება. მე მგონი ეს მატია. შოქში ვარ. მატი ჩამისო ეხა აქ მართლა. კი, მატია. ხო. აშკარად სწავლობ შე რაღაცას მართლა. წააგე და ხელი 1-0. კაი, ეს დავაპაუზოთ და მე მეორე გადავიღოთ. შოქში ვარ. So, დავა, იმითი. დავალაგოთ. აი როგორ მომიგე მართლა, ნუ იმის ბრალია, რომ ხოცირის ბრალია. ბრალია იმას რომ ლაპარაკობდი ბერს. ათო შენ ცხოვრებაში წეგრია, ხანდახან ყოველდღიურს გადაგატაინებს, ხომ ესე რაღაც ხმაური გარშემო და ვერ არ ფიქრობ შეიძლება გინდა. ხო, წავით. ისე მოვიწყებ? ხო, თეთრი. კაი, ოკეი. ირა შენ დაიწყო? არა. წავით. ხო და რაზე ლაპარაკობდით? მე რა გითხარი? ხო, ნიკა ამას კრუასანით კარგად. ჯასკდა. უფრო კაი ბეც. კაი ხასიათი დავდექით. და იცი რა მოიტანს? აი, როცა ადამიანი იტყუება, შენი აზრით რატო იტყუება? ხანდახან ისეთი ტყუილია. როგორ? აი პირიქით შენთვის ცოტა ის ტყუილად რო აჩარე, შენ კარგად ცოტა რო იცნო, აი რაღაც. კაი პონჩი ტყუილი რა? ხო. აი რა. მაგალითად რა ვიცი. აი მაგალითად. აი რაღაცა გაუფუჭე მეგობარს და ეუბნები რომ რაღაცა სააკეთე. აი როდის არის? მამენტ რა არ ჯობია სიმართლე უთხრა მეგობარს რაღაც გაუფუჭე, ეთქვი რომ გაუფუჭე, მე რა. ხო არა. რო არ შეამჩნიო და მე მოატყუო რომ არაფერი არ მოხდებოდა და მე მეორე დღეს მოუტანო იგივე რაღაცა. ხო, რომ მე გამოასწორო, მაგრამ თუ არ გამოგივა და ამასობაში ის გაიგებს და მე იცი რა, რომც არ გაიგოს, შენ ხო ნერვიულობ, სანამ მიუტან და გაუკეთებ იმის, მაგრამ ნერვიულობ, ხო ეგრეა? ხანდახან ისე, ხო. აი, წარმოვიდგინე რაღაც რაღაც გაუფუჭე, შენ შეიძლება მეორე დღეს შენ ჯერია ჩემ. იგავ. ხო, ხანდახან რაღაც ვიღაც გაუფუჭე რა და გინდა რომ მე გამოასწორო, ვირა კარგად ჩაფეტე. გინდა რომ კარგად გამოუსწორო, მაგრამ შენ ხო ძალიან ნერვიულობ მაგ დროს. ხო. არ ჯობია მაინც პირდაპირ უთხრა? ნუ და უთხრა რომ ხვალ, თუნდაც უთხრა რომ ხვალ გამოგისწორებ. მომენტ. კიდევ მაგალითია, როგორც შეიძლება რომ ადამიანმა მოიტყუოს. აი ცუდი ტყუილი შარშავს, აი. ცუდი ტყუილი, ხო? ყველანაირი ტყუილი ცუდია, მოდი ესე. ხო. ხო. აი, კაი ტყუილი რა? აი ვითომ რომ დაუმალე რაღაც მეგობარს თუ რა ეგეც ტყუილია რა. ის მეგობარმა შეიძლება აი წარმოიდგინე შეიძლება ეგეთი რაღაც მოხდეს რომ სანამ შენ რაღაცას გამოასწორებ ამასობაში აღმოაჩინოს ძალიან გული ეთქინოს იფიქროს რომ ვაიმე რაღაცა დრამები აიწიოს და მე იქით კიდე გეჩხობოს და არც კი მოგისმინოს იმაზე რომ შენ რაღაცის გამოსწორება გინდოდა ხო შეიძლება რომ ეგრე მოხდეს ხო სად მიყავს ეგ
მოდი. всё, მოკიდე ითამაში, არ მაინტერესებს. კარგად ჩაკეტე ხო. ავი, აქეთ წამოსვლას მე მგონი ისევ აქეთ გირჩენია რა. თუ ამის ჩაკეტავთ არ გინდა. ხო, მაგას ჩაკეტავდა მე. ვიცი. რატომ წირავ ახლა მაგ პარკს? სიზნა რაღაცა. აჰა, ავიღან არ ვიცი, მე მაინტერესებს. ხო და ტყუილზე ლაპარაკობდით. დიდები უფრო მეტს ტყუილენ თუ პატარები შენი აზრით? პატარები. მართლა რატო ფიქრობ ეგრე? მე შენ არ იცი დიდები როგორი ტყუებიან? ხო, მე ხო არა ვარ დიდი. ხო, იცი რა მაგრად იტყუებიან, ისე მაგრად იტყუებიან, ყველაფერს გატყუებიან საერთოდ. კაი, ვატა, ყველაფერს არ გატყუებიან, მაგრამ ძალიან ბევრად უფრო მეტს იტყუებიან დიდები მე. და მე ბავშვებს გეუბნებიან არ მოიტყუოთო და ხანდახან მე თვითონ უფრო მეტს იტყუებიან. ხო. შეგიმჩნევია ეგრე ვინმე ტყუილებს შენ? კაი, შეცვალე ეგრეთ. არა, ეგრეთ შეცვალე, მე წაიქცა და მაგის ხათრით. მიდი. ხო და ის არის დიდები უფრო მეტს იტყუებიან რა, რო იცოდე რა. ხო. მაგას ეძახიან მერეს დილობიანობას. ხო და მერე რო იტყუებიან, აი რატო არის ჩხუბები და რაღაცების სახში, იცი? იმიტომ რომ მე იტყუილებ და რაღაცებს თვითონ ვერ იტმენენ მაგ ტყუილების იმას. მე ადგებიან ხოლმე და მე სხვაზე გადაიტანენ ხოლმე ხანდახან იმას რა ქვია. ყურადღებასაც და რა ბრასაც და ყველაფერს რა. შევეცა ბრაზდები რა საკეთე? რა ვიცი, აი რო ბრაზდები როგორი გააჩნია რაზე ბრაზდები. რავი, აი ყველაზე აი რეები გწყინს ხოლმე მითხარ. არ ვიცი. აი როდის გიწმია თავის გაბრაზებული მომენტი გაიხსენიება თუ გახსოვს. ვიცოდი ეგრე. აი ხა ხო გაბრაზდი თუ არა? არა, ხო, ხა სხვა რამე. გაბრაზება სხვა რამე. გაბრაზებისას რას გწნობ? აი რა არის შენთვის გაბრაზებული? იცი რა თქმა უნდა, ხო, მე ძალიან ხშირად ეგ რაღაც გაბრაზება და რაღაცები უფრო დიდებს შევიათ ხოლმე რა. პატარებს არ აქვს რეალურად ბევრი ისეთი რაღაც ჩაგროვილი, მართლა ეგრე არის რაღაც თავში, რომ რაღაცა არის გაბრაზდი და რაღაცები გააკეთე რა. როცა ბრაზდები და გამოხატავ, არც იცი შეიძლება დაივიწყო შემდეგ მომენტში, ეგრე არ არის? და საერთოდ ადამიანები მაგითო გაბრაზების გამო აღარ გადაყვაროთ პანჯერიდან. ხანდახან ბრაზდებიან ყველა. ყველაზე გაბრაზებული ვინ გინახია ცხოვრებაში? რა ვიცი. და მაინც ყველაზე დაყოლილია ხო ეგრე არა? ეგრე არის ყველა მართლა. რას იზამ? ერთი ამ თამაში მე ბევრი გელაპარაკე და ძალიან ბევრი იმას მეკითხები რა ქვია. აგირია თუ იმა მოგა. კარგად ზარდება. მაინც არ ვნებდება. შენ კიდე გონია რომ გადაარჩენ ამ პარტიას? რა ვიცი. ყველაფერი შეიძლება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კი, ეგრეა მართლა. ეხლა მე შემეშალა. ცოტა შეიშალა. კარგად რომ დაფიქრდები მიხვდები რა შემეშალა. ძალიან მალე მივხვდი მართლა. მართლა ძალიან კარგად თამაშობს ნიკუშა ჭადრაკს. სლეი. მე ხა კაი არ ვარ ეგეთი ძალიან ისეთი მოჭადრაკე და რაღაც საერთოდ, მაგრამ ნუ რა იგი ხანი იმაზე მეტი წელი მითამაშია ჭადრაკი, ვიდრე შენ ამდენ წელს ხარ? მე ხოთ. რამდენი ხარ? ჭადრაკს რამდენი ხანი თამაშობ? 5 წელი, ხო? არა, 2 წელი. 3 წელი, 2-3 წელი. ოკეი, ხო, 5 წელი რამდენი 5 წლის ბოლოში ჭადრაკს ვერ თამაშობს ნამდვილად. აჰა. შენთან რამე კითხები ხო არ გაქვს შენთან მიხარ რა მაინც? რაზე ელაპარაკები ხომ დიდებს და რაზე არ ელაპარაკები ხომ? ვაფშე რაზე ლაპარაკობ ხომ სახში? სახში? დიდ აი რაღაცა სერიოზულად რაზე გელაპარაკებიან? გარდა იმისა რომ ეს გააკეთე, ეს არ გააკეთო. რაზე გელაპარაკებიან ხომ?
მართალია შენთვის ვინმე ეს? რა ვიცი, ბებია საჭმელს აკეთებს. ხო. ანუ დედა ჰადავს. კამერა ძალიან მეყვარ. მე? ხო და რა. ნიკუშა კომპიუტერზე ზის და რაღაცებს აკეთებს. აშენილია. რატოში? ხო, მოგადია. კიდე შემეშალა. მეცა შეგიძლია. კაი, ხა სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ ეს. ხო, შეგიძლია. არ შემიძლია, არა, იმიტომ რომ აქ იმაზე გადის, ვერ გავაკეთებ პროგრამს. ხო. მე მგონი პრე. მოდი. კი ბატონო. ხო და მასწავლებლები გელაპარაკებიან, ესე საერთოდ ხოლმე ან რამე თოკი გააქვთ, თუ მარტო საბინებზე არის ხოლმე ლაპარაკი? ხო, ალბათ მარტო საბინებზე. ვაფშე ვინ გელაპარაკება, ვის ლაპარაკები ხოლმე? ჩემ მეგობრებს. მეგობრებს, იასნა. კიდე კაი, რომ ხშირად ნახულობ, ახლოს ცხოვრობენ? ახლოს ერთი მეგობარი ცხოვრობს ახლოს, გიოქია. ოკეი, ეგეც ძალიან კაია. ან მეგობრებში გაქვთ მარტო ლაპარაკი. და რაზე ლაპარაკობთ ხოლმე? მითხარით. ფეხბურთებს. რა დაინახე. ხო, ძალიან ცუდი რაღაც მოგივიდა ეგრე. გითხარი ამას სააგებმექი. რატო წავა? რას ლაპარაკობთ მეგობრებთან ერთად? იმიტომ რომ ტვინს გირევ. იქნებ როგორმე მოგიგო მაგიტო. კარგი. მეგობრებთან საფერზე ლაპარაკობენ ერთობიან პროსტა ხო ეგრეა. ხან თამაშობთ, ხან ისა, ხან ეს. აბა რა უნდა გააკეთოთ? ბავშვები ხართ ეგეთი რაღაცებს აკეთეთ. მე რაინც მაინც გონია რომ ბავშვებს მართლა რაღაც ძალიან ცოტა ადამიანია ლაპარაკები, ეგრეა? მარტო ბავშვები ლაპარაკებიან. ბავშვებს მარტო ბავშვები ლაპარაკებიან, ხო და დიდები რაღაც თავის იმაში არიან, გართულები. მე ხა წავაგებ ამ ამასობაში. დედა რაზე გაბრაზებულა? შენ რაზე გაგაბრაზებიან თქო? მაგალითი ერთი. რაღაცა მაგალითად რომ გამიფუჭებდი. მაგალითად? რა გააფუჭებავს? რა ვიცი რაღაც რო ჩამოვაგე მაგალითად. ხო. შემთხვევით ალბათ. ხო. და ანუ რას გეუბნება რომ რატო გაჩხუბა რომ უფრო ყურადღებით იყავიო? რაღაცა. აბა რას გეუბნება ხო? კაი, გავიგე. ცუდ რაღაცებს აშკარად. შენ როცა გიბრაზდებიან რას აკეთებ? აი მაინც არ მიპასუხა. რა? რო გიბრაზდებიან შენ რას აკეთებ? მე რომ წინის რა ვიცი. ხო. მე სად მიგაკეთე წენა? მე რა ვიცი. რამე სამაგიეროს გადახდა არ გინდება ხან. გირი. მე აკეთებ. ხო და ის არის რა ქვია, ერთი რამე ხო იცი როგორც არის, ანუ სამაგიეროს გადახდით მე უკეთესად ხდები, შენ როგორ გონია? მაინც ამას ვერ ვიცი. რატო არის? იმიტომ რომ სახმო. უკეთესად ხდები, როგორ გონია? სამაგიეროს უხდები. ვიღაცას. ცოტა ისეთი გზნობა გააქვს, რომ გაიმარჯვე, ხო, თითქოს ეგეთი. აი დაუბრუნე რა. დაუბრუნე რა. და რო დაიკიდო და აპატიო? ძნელია? კი, რატო აცნელი? იმან დაგაპატიოსო. არა, იმან და ბოდიში მოგიხადოს. ბოდიში და აი თუ ის არ გიხდის ბოდიშს, მაგრამ შენ სიტყვაზე ვიზახი მაინც აპატიებ, ეგეთი რამე მოსულა. ამის რეაქციაზე ვხვდები, რომ ძალიან რაღაც კაი შანსი მოგვთ, რომ მე თვითონ კი ვერ ვხვდები ხოლმე, მართლა გონები. ძალიან ცუდის არა. დაიძაბა. ხო და მაგ კითხვაზე ვიფიქრე, სანამ მივფიქრე. მოსულა თუ არა აპატიო მანამდე სანამ ის ბოდიშს მოიღებს. და რატოა ეგ კაი? ვაფშე.
შახი. პასუხი გთხოვთ კითხვაზე. რის? პატიება მოსულა სანამ ის ბოდის მოგიხდეს? გააჩნია რაზე. აი მაგათ შეიძლება ძალიან კარგმა მეგობარმა აი ბიჭმა რომ თან სულ რაღაცა ძალიან ცუდი რაღაც გაიკეთოს აპატიებ თუ არა დაჟე რომ სამ მოგიხადოს ბოდიში. არა გააჩნია აი არა თუ არ მომიხდეს ბოდიშს რატო უნდა მოპატიო ხო? იცი რატომ მოპატიო? გეტყვი რატომ მოპატიო? შენთან როცა ნაწყენი ხარ რაღაცაზე, შენთან გაქვს აქ ისა რა, შენთან ხარ ცოტა ცუდად ხო? ეხლა შენ მეგობარს ეჭუბები, შენ ხო კარგი სწორდება, იმ მეგობართან არ ჩუბარი ხარ, ხო გინდა რომ ისო კარგად იყო რა? და ხანდახან ის მეგობარი ვერ ბედავს ხოლმე რაღაცებს და ხანდახან შეიძლება არ მოგიხადოს ბოდიში რა. ეგ მარტო იმას ნიშნავს, რომ ხო, ეგ მარტო იმას ნიშნავს, რომ ანუ იმან ვერ გაბედა რაღაც და ვინც მაგას გაბედავს, რომ იცოდე პირველი დალაპარაკებას და პატიებას, ხო? ეგ უფრო მაგარია ფსიქოლოგიურად, ეგრე გამოდის რა. მაგას გასწავლის სხვათა შორის ქრისტიანობაც და ბევრი რაღაცა რა. სხვათა შორის მიქრჩენ დაწოლია ხო ეგრე. და მაგას გასწავლის მართლა ქრისტიანობა რა შენ რა პატიება, შენ უფრო გაძლიერდებიო რა. თორე სხვას კი არაფერს. სხვა კაი. ვაიმე. რას ფიქრობ მაგაზე? სადეხომე ხანდახან ვიღაცები თუ გაწყეირებენ მართლა აი გირჩევ, არა დავაბრუნებ. მართლა გირჩევ რომ პროსტა თუ ვიღაცა ძალიან გაწყეინებს, ერთხელ ადგე და პროსტა სცადო და შენთან აპატიო. და ნახოთ მე იქიდან რა თვითონები ხდება. შეიძლება რაღაც ეტაპზე მე თვითონები ბოდიში მოიხადოს, სადაც მოსახდელია მართლა. ეგ შენთვის არა კაი მართლა. თორე ხანდახან სამაგიეროს გადახდა, აი სამაგიეროს გადახდა. ძალიან ცუდად თავდება ხოლმე რა. მერე შენ ვიღაცას ვსკენ, ეხლა ერთ რამეს გეტყვი და კაი ჯანდაბას მომიგე. ვიღაცას რო ვსკენ, მივიხავთ იმის რომ სამაგიერო გადაუხადე, მაინც ხო ტკივილია და მაინც ხო ბოროტება, ხვდები რომ მაგის გავრცელება ისეთია რა. აჰა. იუაზება ეს მეფე. აჰა. შახ. კაი, მე მგონი რომ დაგინებდე ასე რა. ორწდორ. კაი, всё, ეგა. მე მგონი საკმაოდ გაგიმურყე და მოხალ კიდე ჩემთან და მე აი მე შენ გაგაცნო მართლა ვიღაც ძალიან საყვარელ ადამიანებს და ერთად დავждეთ და ვილაპარაკოთ ისინი როგორ უსმენენ, ისინი ვის უსმენენ და თან სხვადასხვა ფეხბურთის გულშემატკივრებელიან, სხვადასხვა სკოლებში არიან და შენც მოусმენ ისინი როგორ ვარჯიშობენ, შენც როგორ. ისინი რატო უყვართ ის გუნდი და თუნდაც რატო უყვართ ის გუნდი და ხო რაღაც ეგეთები. აი ლევანი არის ეგეთ ფეხბურთი უყვარს ძალიან. მე მგონი დემეც არის კიდევ რომელსაც ძალიან უყვარს და აი მე ორივეს დაველაპარაკო. ხო დემეტრი კეთებ. გიდა? ჩემსო არა. კაი. საუკეთესო მეგობარს ქვია დემე და მაგიტო. ხო, სამას სახელია, მეც უფრო გაგეცნო, იმ ბიჭს ძალიან საყვარელია. 9 წლის არ მეგობრებო. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა, ნიკა მე მგონი ძალიან კარგად ვილაპარაკეთ და იმედია ძალიან ტვინი არ გაგიგურდა, ხო? არა. თული კითხვები იყო ისეთი რაღაცები და დიდებსაც გუჩით მაგაზე პასუხს გაცემა, რომ იცოდე შენ რა. მადლობა ძალიან. არა. ჩაო.